ქართული ოცნება უკვე 2 წელია პრაქტიკულად გვაცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, Facebook-ზე პოსტის დაწერის გულისთვის, საჯაროდ გამოთქმული აზრის, კრიტიკული აზრის გამო, ბანერის დაჭერის გამო. ეს არის დამახასიათებელი ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმებისათვის, ასეთად აქცია ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველო თავისი არაკონსტიტუციური, დრაკონული კანონებით, არაპროპორციული ჯარიმებით, აბსურდული პატიმრობებით, ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში ის ბოლო ფინალური ფაზა, რომელიც აქვთ ხოლმე რეჟიმებს, იმიტომ რომ ვფიქრობ ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, ქართულმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას არ ეშინია რეჟიმის და რომ ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება რამდენი ადამიანის და თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა თავის სატუსაღოებში.